საქართველოში სურსათის უვნებლობის მსოფლიო დღე აღნიშნეს. წლევანდელი გზავნილია ერთიანი ჯანმრთელობა, ერთიანი მომავალი მეცნიერებაზე დაფუძნებული სურსათის უვნებლობა. გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის მხარდაჭერით სურსათის უვნებლობის მსოფლიო დღის აღსანიშნავი ღონისძიება გაიმართა. ყურადღება გამახვილდა სურსათის უვნებლობის დღის მნიშვნელობასა და მეცნიერების როლზე სურსათის უვნებლობის მდგრადი სისტემის ჩამოყალიბებაში. ღონისძიების ფარგლებში გაიმართა პანელური დისკუსია. სურსათის უვნებლობის მსოფლიო დღე გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის ინიციატივით ყოველწლიურად აღინიშნება. აღსანიშნავია, რომ გაეროს სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია წელს ასევე დაარსების 80 წლის იუბილეს აღნიშნავს. მე მინდა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელით სურსათის სააგენტოს თითოეულ თანამშრომელს ყველას მიულოცო ეს დღე და უსულო წამატებები. იმიტომ რომ უვნებელი სურსათი ეს მთავარი მიზანი არის სურსათის სააგენტოსთვის, რომ მომხმარებელს მიეწოდეს უვნებელი სურსათი. სურსათის სააგენტო ამ დღის აღნიშნავს უერთდება 2019 წლიდან, როდესაც ეს დღე საერთოდ დაარსდა და ჩვენი პრიორიტეტი სურსათის სააგენტოს პრიორიტეტი არის სურსათის უვნებლობის მაღალი სტანდარტი, მომხმარებლების უფლებების დაცვა